ისტორია, რომელსაც მზია მაღლობელი საპატიმროდან წერს ივანიშვილის რეჟიმის ტყვეს სახაროვის პრემიის გამარჯვებული ეს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოა, რომელიც სტრასბურგში მზია მაღლობელთან ერთად ბელარუს ჟურნალისტ ანჯეი პოჩობუც გადაეცა. ის ლუკაშენკოს რეჟიმს ციხეში ყავს გამოკეტილი. ამ გადაწყვეტილებით ევროგაერთიანებამ აზრის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ამაღლობელის დიდი წვლილი აღიარა. ამასთან ეს ჯილდო ადასტურებს იმ მძიმე რეალობასაც, რომლის წინაშეც დღეს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია ივანიშვილის რეჟიმს დააყენა. ფორმულაც ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი მუშაობს სტრასბურგში. ელისო, გისმენთ. გიორგი, ვერ დაგიმალავ და ვერ მოგატყუებ, რომ აქ გაიარა ემოციებმა და განელდა რაიმე ფორმით, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც გამოაცხადეს მზია ამაღლობელი გამარჯვებულად სახაროვის პრემიის გამარჯვებულად, ჩვენ აქ ქართველი ჟურნალისტები ვიღებთ მილოცვებს. გაორებულიც არის ეს განცდები, ვინაიდან ერთის მხრივ საქართველოს და ქართველი ჟურნალისტის სახელის ასეთ მასშტაბზე აყვანა, ასეთი აღიარება ნამდვილად იწვევს სიხარულს, მაგრამ მეორეს მხრივ შენც აღნიშნე, რომ ეს მეტყველებს რამდენად მძიმეა ვითარება საქართველოში, მძიმეა ადამიანის უფლებების კუთხით, მძიმეა გამოხატვის თავისუფლების კუთხით. ჩვენ ვესაუბრეთ აქ ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტს, ასევე ევროპარლამენტარებს, იცით რომ მზია ამაღლობელმა დაკავებულ ბელარუს ჟურნალისტთან ერთად მიიღო ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სოლიდური პრემია. აქ საუბრისას ამბობენ, რომ ორი მთავარი გზავნილი უნდა მიიღონ, როგორც საქართველოში, ასევე ბელარუსში, ერთი რომ დაუყოვნებლივ ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს და მეორე უნდა ეშინოდეთ დიქტატორებს, ვინაიდან მათი ტერორი ჩანს და ეს პრემიის გადაცემა, სახაროვის პრემიის გამარჯვებულად ქართველი და ბელარუსი ჟურნალისტების დასახელება ნიშნავს, რომ მათი ბრძოლა არის ნამდვილი, მათი ბრძოლა არის აღიარებული და ეს ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ორმა გმირმა, მზიამ და ანჟეიმ ერთად მიიღეს ეს პრემია. ეს არის ძლიერი გზავნილი პირველ რიგში ჟურნალისტებისთვის, რომ თავისუფალი ჟურნალისტიკა არ უნდა დაისაჯოს. ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული. ის ფაქტი, რომ ჩვენი გმირი ჟურნალისტები გისოსებს მიღმა არიან, არის სირცხვილი დიქტატორებისთვის და ამავე დროს ეს არის გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ჟურნალისტების და დანარჩენი პოლიტპატიმრების ციხეებიდან გასათავისუფლებლად. ეს არის სიტყვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი. ჟურნალისტები, რომლებიც სარგებლობენ საკუთარი პროფესიული უფლებით, არ უნდა დააკავონ. სამწუხაროდ საქართველოში ვხედავთ ტენდენციას, რომელიც სრულად არასწორია. სწორედ ამიტომ გადავეცით ეს პრიზი მზია ამაღლობელს. რაც შეეხება სანქციებს, მე პირადად არ ვუჭერ მხარს უვიზო რეჟიმის გაუქმებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ის უნდა ამოქმედდეს მათ მიმართ, ვინც იმსახურებს. თუ საბჭოში არ არსებობს ერთსულოვნება სიაზე, მაშინ ეროვნულ დონეზე უნდა გაკეთდეს. მთავარი მესიჯი ორი ქვეყნის, ბელარუსის და საქართველოს მთავრობის მიმართაა, რომ მათ უნდა გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, რა თქმა უნდა სხვებიც, მაგრამ ეს ორი ადამიანი გამოკვეთილი პირები არიან, რომლებიც მამაცურად იბრძვიან რეპრესიების წინააღმდეგ. მოხარული ვარ, რომ შევთანხმდით ევროპარლამენტში და ფოკუსირება მოვახდინეთ თავისუფლებაზე ევროპულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით საქართველოსა და ბელარუსში. ქართულ ჟურნალისტებთან ერთად აქ სტრასბურგში ევროპარლამენტში იმყოფებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ისინი მზია ამაღლობელის ფოტოებით დადიან ევროპარლამენტის დერეფნებში და ასევე მადლობას ეუბნებიან ევროპარლამენტარებს იმისათვის, რომ მზიას უკომპრომისო ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისა და ქვეყნის თავისუფლებისთვის არ დარჩა შეუმჩნეველი. უშიშარმა მზია ამაღლობელმა მიიღო, როგორც ევროპარლამენტმა ეს დღეს გამოაცხადა, მაგრამ მზიამ ამასთანავე მიიღო ეს პრიზი მთელი საქართველოს სახელით, მთელი იმ ადამიანების სახელით, ვინც დღემდე ქუჩაში დგას და იცავს დემოკრატიას საქართველოში. მინდა ვთქვა და აღვნიშნო ის, რომ ეს პრიზი დღეს არის ევროკავშირის და მთლიანად ევროპის მესიჯი ჩვენ ქართულ ხალხს, ვინც საქართველოში გვიყურებს, რომ ჩვენ არ ვართ მარტო და არასოდეს ვიქნებით მარტო. თავისუფლებას ეიმობს, დღეს ეზეიმა სამართალმა და ნამდვილად გულით და სულით, როგორც ემიგრანტი, როგორც ასევე პატარა აქტივისტი უსურვებს საქართველოს გამარჯვებას, თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, რეჟიმის პატიმრებს საქართველოში. ჩვენ გავიმარჯვებთ. მზია ამაღლობელი არის დღეს საქართველოს სახე და უსურვებს საქართველოს გამარჯვებას, როგორც დღეს მოიპოვა. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს.
რაც ეხება ოფიციალურ ნაწილს, დღეს მზია ამაღლობელი გამარჯვებულად გამოცხადდა. ის სახაროვის პრემიის, ევროკავშირის ყველაზე პრესტიჟული პრემია ეს ადამიანის უფლებების სფეროში არის უკვე გამარჯვებული. ამას მოყვება შემდგომი ნაბიჯები, უკვე დეკემბერში ოფიციალური ცერემონია გაიმართება ბრიუსელში, ევროპარლამენტში, სადაც როგორც წესი იხსნება ხოლმე ამ ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოს გამარჯვებულთა ვარსკვლავი.